შებრუნდება ახალ ამბებს 3 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ძლიერი ამ წუთებში მცხეთის რაიონის სოფლებში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული გზების და სახლების ორნეო სავარგულები. ელენე ლომაშვილი ჩაგვერთება პირდაპირ ეთერში. ელენე, რა რაოდენობის ზარალზეა საუბარი, თუ არის შენთვის ცნობილი და როდის დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები? ასევე ამ დრომდე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. წუხალ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მცხეთის რაიონის სოფელი ერე და ძლიერ დაზარალდა. ადიდებულმა ხევმა თითქმის მთლიანად დააზიანა ცენტრალური გზა და ქვაღორღით დაფარა. ადგილობრივების განცხადებით მათ ჯერ ასეთი სტიქი არ ახსოვთ. მათი განცხადებით დატბორილია საცხოვრებელი სახლის სარდაფები, ასევე დაიტბორა სოფლის საჯარო სკოლაც და დღეს სასწავლო პროცესი თითქმის ჩაიშალა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი. მათი განცხადებით სტიქიასთან ბრძოლა უკვე დაწყებულია. ამ წუთებშიც მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე შეგახსენებთ, რომ თითქმის მთლიანად განადგურებულია სასოფლო სამეურნეო კულტურა, დახოცილია ფრინველი და პირუტყვი. პირველ საათზე წამოვიდა წყალი, ზევით არის სოფლები. იმ სოფლებიდან წამოვიდა ეს წყალი, იქ იყო დიდი წვიმა. ტყე გაკაფულია. სადაც ერთი წვეთი დაეცა, აი ესეთნაირი ფორმით მოდის, არსად გასასვლელი ამ ხევს არ აქვს. წამოვიდა და დაეჯახა პირდაპირ სკოლას. იმ სკოლიდან წავიდა მერე აი აქეთ, მოსახლე არის, შეუვარდა წყალი, ის მოსახლე ძალიან დაზარალდა. და მთელი ეს მინდორი და ვენახები სულ დათმო. ზარალი ბოლომდე ჯერ დათვლილი არ არის. ჩვენ აქ დილის 6 საათიდან უკვე ტექნიკას ვამუშავებთ. მაშველები ადგილზე არიან, წუმბავენ ამ წყალს, სადაც შესაძლებელია. ახლა სხვა სოფლებში გადავდივარ, იქაც მეუბნებიან, რომ არის ოჯახებში შევარდნილი წყალი და ისინიც უნდა ნახოთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ზარალს სახელმწიფო აუნაზღაურებს. ვამუშავებთ ტექნიკას, რომ აღმოიფხვრას ეს მოდიდებული მდინარე, რომ შემდგომ დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ წუხალ მოსულმა წვიმამ მცხეთის რაიონის 5 სოფელი ძლიერ დააზარალა. შეგეტყვით იმასაც, რომ უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ამ წუთამდე სწავლობს. დიდი მადლობა ელენე ლომაშვილი საუბრობდა ბოლო ინფორმაციით. ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში რამდენიმე ქუჩა და სარდაფიც დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 30-მდე გამოძახება შევიდა. დაზიანებულია უჩანეიშვილის ქუჩა, სადაც გზის სავალი ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. წყალი საცხოვრებელ სახლებში შევიდა. ქუჩაზე არ ფუნქციონირებს სანიაღვრე სისტემა, რამაც მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. მოსახლეობა სანიაღვრე სისტემის დამონტაჟებას და გზის აღდგენას მოითხოვს. ადგილზე მივიდა რაიონის გამგებელი ბაჩო დოლიძე, რომელიც ადგილობრივებს დახმარებას დაპირდა. მესამედ არის ეს ხდება უკვე. სამი პირი აგერ დაგებული ეს ასფალტი უკვე სულ მოხსნა. ფაქტიურად თქვენ კი ხედავთ უკვე მიწაღა გამოჩნდა რა. შეუძლებელია რა. რამე არის შელა კი ხედავთ. თვითონ რომ ძალიან ვწვალობთ. სადაღარ ვეკავთ ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. ჩვენ ახლა როგორც კი ამინდები გამო პირველ რიგში სანიაღვრე ქსელსვაგს დაიგება, რომელიც უკვე დაპროექტებულია და ვაპირებდით უკვე დღე-დღეზე შემოსვლას. მაგრამ ნუ დაგვემატა ეგ საქმე და ნუ მზათოვართ, რომ აღმოვხდეთ ეს პრობლემა. ღამით კი ძლიერმა წვიმამ ქერჩის ქუჩაზე 6 ნომერში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი დააზარალა. დაზარალებულების განცხადებით გამთენიისას 6 საათზე მოვარდნილმა ნიაღვარმა სახლთან მდებარე კედელი ჩამოანგრია და წყალი სახლში შევიდა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და სახლის კედელი. დევნილთა განცხადებით აღნიშნული საცხოვრებელი ფართი სამინისტროსგან ოქტომბერში მიიღეს. დაზარალებული ისეთი რომ მეგონა რაღაც მოხდა, მე თქვი მიწიც რა ხوار გიჟივით რომ ავარდით, გავიხედეთ სულ ყველაფერი ეს ყვავილები გრეული იყო იქით ჩაიწა სულ სინკარებით. ხო და დავიწყე სულ წყლები შემომივარდა ოთახში სულ წმინდავდი ამ წყლებს. არ არის პირველი შემთხვევა. ეს უკვე
მე რამდენი შემთხვევა ყოველდღე გროვდება წყალი მაღალიდან ჩამოდის და ჩამოდის ჩანჩქერივით ვეღარ გაუძლო კედელმა არც იყო როგორც კარგი გაკეთებული, იმიტომ ჟურნალისტები და რა მდგომარეობა იმ უბნებში, სადაც წვიმის გამო სარდაფები დაიტბორა. გვანცა პაპავაძე გაგვაცნობს ბოლო ინფორმაციას დაზარალებული უბნების შესახებ განსაკუთრებით. ავტოფარეხები, თუმცა ყველა გამოძახებაზე სამუშაოები უკვე ჩატარებულია. თემურ გიორგაძე გლდანულაში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა მისი განცხადებით გავრცელდა გადებული მილები და აზიანა. არის უფრო სარდაფები და ავტოფარეხები დათბორილები ამ 35 გამოძახებაში იყო ერთი სამგან სახლის მისამართიც, მაგრამ უმნიშვნელოდ იყო იქაც წყლები შესული. ამ დროისათვის თითქმის ყველა მისამართზე რეალიზებულია, ყველა მისამართი და გაკეთებულია ყველაფერი, რაც გასაკეთებელი იყო. ამით სინოპტიკოსების ვარაუდით წვიმიანი ამინდები 12 ივნისამდე გაგრძელდება, ისინი ტემპერატურის კლებასაც არ გამორიცხავენ. სინოპტიკოსების ვარაუდით საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერი 25 გრადუსამდე გაწდება. დღეს მეორე ნახევრიდან და ამ საღამოს და ხვალ დღის პირველ ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმები. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურის დაკლება არის მოსალოდნელი 1-2 გრადუსით, მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით მთელი საქართველოს მასშტაბით 25 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდები. ზეგიდან უკვე საქართველოს ტერიტორიაზე გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობა საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. თემურ გიორგაძის განცხადებით დამატებულია ჯგუფები და საჭიროების შემთხვევაში სამსახურში არსებობს სპეციალური აღჭურვილობა იმისთვის, რომ მოსახლეობას დახმარება გაეწიოს. დიდი მადლობა, ეს იყო გვანცა პაპავაძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრის ვინაობა ცნობილია. მოსამართლეთა კონფერენციამ არჩევანი 24 კანდიდატ შორის გააკეთა. პირველ ტურში ბარიერი მხოლოდ ზაზა მეიშვილმა გადალახა, რომელსაც მოსამართლეთა კონფერენციაზე 168 მოსამართლემ დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილები დაიკავეს მოსამართლე ლევან მურუსიძემ, ილონა თოდუამ, პაატა სილაგაძემ, თამარ ალანიამ, შოთა გეწაძემ და მერაბ გაბინაშვილმა. სასამართლოს კოლეგიის და პალატის თავმჯდომარე მოსამართლეებისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 ადგილი განისაზღვრა. არჩეულთაგან 4-ს კი არ აქვს უფლებამოსილება ადმინისტრაციული თანამდებობები შეითავსონ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში რჩება მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ სასამართლო ხელისუფლება გადავიყვანოთ დამოუკიდებლობის უფრო მაღალ, ასე ვთქვათ, ეტაპზე და უფრო მაღალ დონეზე. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ნაბიჯის გადადგა, ის რაც უკავშირდება მოსამართლეების თანამდებობაზე უვადო გამწესებას. ოქტომბერ-ნოემბერში ამოქმედება ეს ნორმა, ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ საკანონმდებლო დაღმასებელ ხელისუფლებასთან ერთად ეს ნორმა ამოქმედდეს. მოუწმენად ველოდები იმ 6 წელს, რომელიც დაინიშნება პარლამენტიდან, მოგეხსენებათ, არის იუსტიციის საბჭოში შედის 9 მოსამართლე და 6 პარლამენტის მიერ დანიშნული წევრები და ჩვენ ერთობლივად მოგვიწევს ბევრი სამუშაოს ჩატარება. ამიტომ, როდესაც პარლამენტიდან დაინიშნება წევრები, ყველაფერს ვეცდებით, რომ ის პრობლემები მეთოდურად მოვაგვაროთ, რაც აქვს სასამართლოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველა წევრმა, რომელიც დღეს ამხელა ნდობის მანდატით აღჭურვა ჩვენ მოსამართლეთა კონფერენციამ იმისათვის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება იყოს ყველა იმ სტანდარტის შესაბამისი, როგორც ეს არის ევროპის წამყვან ქვეყნებში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების შემდეგ დანარჩენი 6 წევრის კანდიდატურას პარლამენტი დაამტკიცებს. კანდიდატურების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში მოხდება. კენჭისყრის პროცედურა კი პლენარულ სხდომაზე გაიმართება. დეპუტატები 2 წევრს 2 ხმათა 2/3-ით აერჩევენ, რაც შეეხება 4 წევრს, იმ შემთხვევაში თუ 2/3-ით ვერ მოხდება მათი არჩევა, პარლამენტი კანდიდატურებს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნები არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დეპუტატებმა შეაფასეს. რიგ საკითხებთან მიმართებაში ვისურვებდით, რომ კონფერენციას საკუთარ თავზე უფრო მეტი აეღო, მაგალითად ეთქვა ის, რომ კონფერენციას ურჩევნია დღის წესრიგი თავად განსაზღვროს, თავად დაამტკიცოს, ვიდრე იმოქმედოს დაუშვათ ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით, ან კონფერენციას მიეცა უფლება კანდიდატებისთვის, რომ დაესვათ კითხვის ნიშნები, კითხვები კანდიდატებისთვის, თითოეული მოსამართლისთვის ამის უფლება მიენჭებინათ. ისე იქნა გაგებული კანონი, თითქოს კანონი ითვალისწინებდა, რომ იუსტიციის საბჭოს იმ 3 წევრის თანამდებობაზე, რომელსაც იმავდროულად იუსტიციის საბჭოს წევრობასთან ერთად უფლება აქვს შეითავსოს სასამართლო ხელისუფლებაში ადმინისტრაციულ თანამდებობა, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობა, თითქოს აქ კენჭისყრის უფლება ჰქონდათ მხოლოდ კოლეგიის და პალატის თავმჯდომარე მოსამართლეები. ალბათ 4-შაბათის სესიაზე მოხდება იმ 6 წევრისთვის კენჭისყრა, რომლებიც პარლამენტმა უნდა აირჩიოს იუსტიციის საბჭოში. 6 წევრი, აქედან 2 სავალდებულოდ 2/3-ით უნდა იქნეს არჩეული, დანარჩენი 4 თუ არ იქნა პირველ ტურში 2/3-ით არჩეული, შესაძლებელია უბრალო უმრავლესობით იქნეს არჩეული. იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი მოსამართლეთა კონფერენციის შედეგებს აფასებს და მიღებულ გადაწყვეტილებას უცნაურს უწოდებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ არჩევნები დამოუკიდებლად ჩატარდა. თია წულუკიანის განცხადებით, ახლა მთავარია პრაქტიკაში შემოწმდეს, რამდენად თავისუფლად შეუძლია საქმიანობა არჩეულ 7 წევრს. იუსტიციის მინისტრი პარლამენტსაც მიმართავს და აცხადებს, რომ ახლა საკანონმდებლო ორგანოზია დამოუკიდებული, რამდენად დამოუკიდებელი და კომპეტენტური 6 წევრი დაიკავებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ ადგილებს. მე შემიძლია ამ არჩევნებს უწოდო თავისუფლად ჩატარებული არჩევნები, რადგან მოსამართლებმა მართალია უცნაური გადაწყვეტილებები მიიღეს, მაგრამ მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ჩათვალეს, როგორც ჩანს, რომ კარგია. ეხლა ეს გადაწყვეტილებები საჭიროებს შემოწმდეს პრაქტიკაში, რომ ჩვენ ყველამ დავინახოთ, რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელი საქმიანობა შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვინც მათ აირჩიეს. მე მინდა მიმართო პარლამენტს. გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მოსამართლებმა გუშინ აჩვენეს, ეხლა პარლამენტზე არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დამოუკიდებელ, კომპეტენტურ და მიუკერძოებელ 6 წევრს აირჩევენ საკანონმდებლო ორგანოში. ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სამების საკათედრო ტაძრიდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს 24 წლის თეიმურაზ ზორთავიძე მშობლიურ მხარეში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელშია გადასვენებული. გარდაცვალ ჯარისკაცს სამხედრო წესით დაკრძალავენ. საკუთარ სახლებში გადაასვენეს ავღანეთში დაღუპული სხვა ჯარისკაცებიც კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი ბორის სუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი და მიხეილ ნარინდოშვილი. გადასვენებამდე კი დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაუხადა. ავღანეთში დაღუპულ 7 ქართველ ჯარისკაც სამების საკათედრო ტაძარში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი. ქართველი სამხედროების პანაშვიდი სამებაში საღამოს 7 საათზე დაიწყო. სამგლოვიარო პროცესიას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიყვებოდა. დაღუპულთა ცხედრებს ტაძარში დაშვებული სახელმწიფო დროშები, საპატიო ყარაული და 1000-მდე სამხედრო პირი დახვდა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში გარდაცვლილი სამხედროების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შეასრულა. დასტირის მთელი საქართველოს ჩვენს ვაჟკაცებს, ჩვენი შვილები ცოცხალი არიან. იმათი სულები დღეს დაგტრიალებენ ჩვენ. სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდს მოქალაქეებთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრებოდნენ. კიდევ ერთი რომ სამძებრებ ამ
საშინელი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების ოჯახებს და ახლანაცისებს უსამძიმებლებ სრულიად საქართველოს. ეს ბიჭები ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს შეეძებენ. პრემიერის სამებაში მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობით მივიდა. ჩვენ უსამძიმებლებს რომელში ოჯახებს შეიარაღებულ ძალებს იმ ბიჭებს ვისთანაც ერთად ეს გმირები იბრძვიან. დღევანდელი დღე სრულიად საქართველოსთვის არის ძალიან მტკივნეული დღე, ისევე როგორც გუშინდელი დღე, გუშინწინდელი დღე, როცა საქართველოს ერმა გაიგო ესეთი დიდი ტრაგედიის შესახებ. ესენი არიან გმირები, რომლებმაც თავი შეწირეს მაღალი დიალებს, რისთვისაც ეს მისია ხორციელდება და აქ იყვნენ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. თითოეული ჯარისკაცი ძვირფასია და ამდენი ჯარისკაცი ერთად ხო ტრაგედია. ამიტომაც მე მინდა მიუსამძრო მთელ საქართველოს. მე სწორედ ეს მოვლენაა, როდესაც სამებაში არის სამოქალაქო პანაშვიდი, როცა მთელი საქართველო ერთად მოდის და პატივს მიაგებს საკუთარი გმირების ხსოვნას. ჩვენ მართლა აქ მოვედით იმის სათქმელად, რომ ჩვენ ამ ბიჭების მიმართ სიცოცხლის ბოლომდე ბალში ვიქნებით, იმიტომ რომ ისინი შეეძინიან უკეთეს საქართველოს. სამების საკათედრო ტაძარში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეებიც იმყოფებოდნენ. ეს არის გამოუსწორებელი, აუნაზღაურებელი ტრაგედია პირველ ყოვლისა ოჯახებისთვის, მაგრამ ჩვენთვისაც, საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს დასაკარგი შვილები. საქართველო უახლოეს ხანში უნდა მიიღონ ალიანსში, ანუ ნატოში, რადგანაც სისხლი ძალიან ბევრი დაიღვარა და ამ დაღვრილმა სისხლმა თავისი შედეგი უნდა გამოიღოს. თითოეული ქართველის სიცოცხლე ძვირფასია, ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებულად როდესაც ასეთ მისიას ასრულებენ და მინდა რომ მიუსამძიმო მათ ოჯახებს. ქართველი სამხედროების პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად მივიდა ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. Our hearts go out to the families. ჩვენ უთანაგზნობთ და დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაკარგა მეუღლე, შვილი და ძმა. ჩვენ ქართულ ხალხთან ერთად გულოვობთ ამ დღეს. პანაშვიდის დასრულების შემდეგ დაღუპული ქართველი სამხედროები სამების საკათედრო ტაძრიდან საკუთარ სახლებში გუშინ ღამით გადაასვენეს. დაჭრილი ქართველი სამხედროების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ავღანეთში ქართულ ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული 9 სამხედრო მოსამსახურიდან 2 გერმანიაში ამერიკულ ჰოსპიტალში მკურნალობს. გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ რამდენიმე ჯარისკაცი სტაციონარულ მკურნალობას გადის. მკურნალობის დასრულების შემდეგ კი ისინი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდებიან. გენერალი შესაძლო გართულებებს კატეგორიულად გამორიცხავს. ფატალური შედეგი გამორიცხულია, ასევე არ არის საჭიროება ქირურგიული ჩარევის, მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევების. ორი პიროვნება, რომელიც შედარებით უფრო მძიმედ არიან, გადაყვანილები იქნება გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც შეუტარდება კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. დანარჩენები ფაქტურად გამოწერილები არიან ჰოსპიტალიდან, მათგან თუ არ ვცდები 5 თუ 4 აგრძელებს უბრალოდ სტაციონარულად თვალყურის ქვეშ არის და აგრძელებს ტრაგედიის და მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელების გამო პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომას იწვევს, თუმცა სხდომის გამართვის ზუსტი თარიღი უცნობია. მიხეილ შულის თავაზობს პრემიერ-მინისტრის აღნიშნოს. სხდომის მთავარი განსახილველი საკითხები ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იქნება. ნამდვილად არის უშიშროების საბჭოს გასაანალიზებელია ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, მათ შორის უშიშროების საბჭოს ფარგლებში. მე ნებისმიერ კონსულტაციებს საბჭოს თომებს
გორგოლების საქმეზე გივი თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ეს განცხადება გივი თარგამაძემ ბრიფინგზე გააკეთა. ის ამბობს, რომ გამოძიება გაჭიანურდა და არასწორი გზით მიდიოდა. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქარელის რაიონში ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრად მდებარე სოფელ ავნევში რუსმა სამხსია გაქვს დაკავებულებთან დაკავშირებით. დაკავების კიდევ ერთი ფაქტი კონფლიქტის ზონაში რუსმა მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ქარელის რაიონის სოფელ ავლებში მცხოვრები მამაშვილი ზვიად და ვახტანგ ჟღენტები დააკავეს, თუმცა მომხდარიდან რამოდენიმე საათში მხარეთა მოლაპარაკების საფუძველზე გათავისუფლებული იქნა არასრულწლოვანი ვახტანგ ჟღენტი, როგორც გათავისუფლებულმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მათი დაკავება სოფლის საძოვრის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა და სასაზღვრო ზოლი არ გადაუკვეთავთ. საქმეში არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური კვლევის სამსახური აქტიურად. ახლა გამოსვლის დროს დამირეკეს და ბავშვი არის უკვე გათავისუფლებული და გადმოიყვანეს. ადგილზე იყო ევთო სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ჯგუფი. ეს სიტუაცია რაც არის ახლა, ის რომ ბავშვი გადმოსულია, ეს აქტიურმა ჩართულობამ ჩვენი მხრიდან ამან გამოიღო შედეგი. ჩვენ ტერიტორიაზე პირუტყვს ვაცხოვებდით და ზემოთ ყავდეთ მანქანა გაჩერებული და მოგვეპარენ უკუნდან ჩუმად. ხუთი კაცი შეიარაღებულები და წამაქციეს და ბორკილები დამადეს ხელზე. მე მანქანაში ჩაქვსვეს. წაგვიყვანეს სადაც წაგვიყვანეს. რამე ბაზა იყო? ბაზა აშენობა ქონათ აშენებული სოფელში. ხო, იქნა მე იონჩასგან მოგვიყვანეს და მე გამომიშვეს და მამაკემ ცხინვალში წაიყვანეს. ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში გარდა 42 წლის ზვიად ჟღენტისა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, სოფელ დიჩში მცხოვრები როსტომ სოსიაშვილი და სოფელ სობიში მცხოვრები თეიმურაზ გიგაური რჩებიან პატიმრობაში. დაკავების კიდევ ერთი ფაქტი ქარელის რაიონიდან ეს იყო ნინო ბერძენიშვილი და ცოტა ხნის წინ თავდასხმა მოხდა ტაო პრივატ ბანკის ფილიალზე მეტრო ღრმაღელესთან. ჩვენი კორესპონდენტი არკვევს დეტალებს და ისახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება, ბაი არის თუ არა წაღებული თანხა და ხავს თუ არა პოლიციას ეჭვმიტანილები. გურამიშვილის გამზიზე ტაო პრივატ ბანკის ფილიალში შეიარაღებული და ნიღბიანი ბოროტმოქმედი შეიჭრა. როგორც ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და როგორც მეცხრეათთან გდანი ნაძალატევის რაიონის სამმართველოს უფროსმა განაცხადა, ბოროტმოქმედი გურამიშვილის გამზიზე მდებარე პრივატ ბანკის ოფისში შეიჭრა ერთი პიროვნება ყაჩაღობის მიზნით წესასწაული იარაღით შეიარაღებული, რომელმაც ვერ მოახერხა პრივატ ბანკის წაღება და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები პიროვნების დადგენა დაკავების მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზეა აღწრული და როგორც კრიმინალები აცხადებენ, ტაო პრივატ ბანკის შენობაში არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რომლის საფუძველზეც ისინი შეძლებენ ადვილად დაადგინონ ბოროტმოქმედის ვინაობა. ბანკის ფილიალზე მომხდარი თავდასხმის დეტალები ბაია ძაგანიამ გაგვაცნო. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ადამიანის უფლებათა დაცვის და იძულებით გადაადგილებულ პირთა დარგში გაეროს საერთაშორისო ექსპერტს ჩალოკა ბეიანის შეხვდა. შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს. გაეროს ექსპერტი დაინტერესდა, რა პროექტებს ახორციელებს სამინისტრო დევნილთა მხარდასაჭერად და მათთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპაქტური ჩასახლების ადგილ
ადგილებში ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის ფოთსა და ზუგდიდში 80-მდე მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ზუგდიდში დევნილთათვის 7 ხუთსართულიანი სახლი აშენდება, სადაც დაახლოებით 280 იძულებით გადაადგილებული ოჯახი განთავსდება. ეს იყო ჩვენი მისიის პირველი შეხვედრა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო გავცნობოდით სამინისტროს როლსა და მის საქმიანობას იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში, კერძოდ მათი საცხოვრებელი პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ასე შემდეგ. 80 მილიონ ლარამდე დაიხარჯება წელს ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტიდან დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მაინც ჩვენი საზრით საჭიროებები დევნილთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით არის გაცილებით უფრო მეტი. სწორედ ამ საკითხებს გაუსვით ხაზი და მივაწოდეთ მათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა აქამდე და რა გეგმები გვაქვს მომდევნო პერიოდში დევნილთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით. საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება ლაზარე მეცხრე არხის ეთერში გასულ ნინო ბურჯანაძის განცხადებას ეხმაურება. ორგანიზაციის წევრთა განმარტების დემოკრატების ლიდერმა საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადება დემაგოგიური განცხადების კეთების დაიწყო. მათი თქმით, ბურჯანაძე ცდილობს ძველი ხელისუფლების დადანაშაულებით დღეს საკუთარი პოზიცია განიმტკიცოს, რითაც რუსეთისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას და საქართველოსთვის ბრალეულობის დამტკიცებას ახერხებს. ლაზარეს წევრების ინფორმაციით, ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში ნინო ბურჯანაძემ 2006 წელს რუსეთიდან ქართველების დევნაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულა. 2013 წლის ივნის TV9-ზე შედგა ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ, სადაც მან 2006 წელს რუსეთიდან ქართველთა გამოძევობაში ბრალი დასდო იმ დროისთვის საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. ჩვენთვის იმხანად რუსეთში მცხოვრები ქართველებისათვის აბსოლუტურად მიუღებელია აღნიშნული ბრალდება, ვინაიდან ამით ქალბატონი ნინო ბურჯანაძე პასუხისმგებლობას ხსნის რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, მოუწოდებს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს თავი დაანებოს იაფასიანი დემაგოგიური გამონათქვამებით საკუთარი პოლიტიკური ცხედარის რეანიმირების მცდელობას. ოშკის ტაძარზე სამუშაოები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. თურქული მხარის აქტივობა კი მხოლოდ საპროექტო წინადადებით შემოიფარგლება. რაც შეეხება იშხანს, ძველი ქართველი სპეციალისტების მიერ გაწეული რეკომენდაციების გათვალისწინებით თურქულმა მხარემ ძეგლის საინჟინრო პროექტი დაამტკიცა, რაც გამაგრებითი სამუშაოების დაწყებაზე მიუთითებს. ამის შესახებ განცხადება დღეს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გურამ ოდიშარიას განცხადებით, თურქულ მხარესთან კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული შეთანხმების საბოლოო ვარიანტი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა 2013 წლის 29 მარტს. დოკუმენტის მიღება ადმინისტრაციაში ფიქსირდება პირველ აპრილს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან სამინისტროს ოფიციალური პასუხი არ მიუღია. მომზადებული შეთანხმების საბოლოო ვარიანტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადაუგზავნა 2000-ში პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან სამინისტროს არ მიუღია ოფიციალური პასუხი შენიშვნებთან